დოგვის მარცვალი. საუბარი მე-19. მე-19 შეგონება. იესომ თქვა: ერთმა კაცმა ხალხი დაპატიშა სადილად და მსახური გაგზავნა მათ მოსაწვევად. მსახური მივიდა პირველთან და უთხრა: ჩემი ბატონი გიწევს. მან კი საქმეები მოიმზადა. ვაჭართან მოსარიგებელი ვარო და ბოდიში მოუხადა მიუსვლელობისთვის. მსახურმა ახლა მეორე დაპატიჟა, რომელმაც მიუგო. სახლის ყიდვას ვაპირებ და არ მცალიაო. როცა მსახურმა მესამე კაცი დაპატიჟა, ასეთი პასუხი მიიღო: ჩემი მეგობარი ცოლს ირთავს და მის გვერდით უნდა ვიდგე. არ მცალია და ბოდიშს ვიხდიო. ხოლო მეოთხე დაპატიჟებულმა მსახურს უპასუხა: ფერმა ვიყიდე და ახლა რენტა უნდა შევაგროვო. მოუსვლელობისთვის ბოდიშს გიხდითო. მსახური დაბრუნდა ბატონთან და მოახსენა: ვინც კი სადილად მოვიპატიჟა, ყველამ რაღაც მოიმიზეზა და მოუსვლელობისთვის ბოდიში მოგიხადათ. ბატონმა უბრძანა მსახურს: გადი გზაზე და ვინც შეგხვდება, ყველა აქ მოიყვანე, რათა სუფრას მიუსხდნენ და ისადილონ. ყიდველები და ვაჭრები ვერ შევლენ მამაჩემის სამყოფელში. იესო მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იგავებით ლაპარაკობს, რაც უნდა გავიგოთ არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ სიმბოლურად. ეს შეგონებები დაკავშირებულია ადამიანთა განსაკუთრებულ კატეგორიასთან. აქ არ არის აუცილებელი ისინი მყიდველები ან ბიზნესმენები იყვნენ. გახსოვდეთ, ადამიანთა 99% განსაკუთრებული კატეგორიაა. ბიზნესმენები და მყიდველები შესაძლოა სულ სხვა საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მათი გონება მაინც ვაჭრობასთანაა დაკავშირებული. ამიტომ უნდა განსაზღვროთ, ვინ არის ბიზნესმენი და ვინ არის მყიდველი. ბიზნესმენი არის ის, ვინც ზრუნავს უმნიშვნელო ნივთებზე, ქონების დაგროვებაზე და არა საკუთარ თავზე. მან სრულიად დაივიწყა საკუთარი თავი და გარე სამყაროში ჩაიკარგა. იგი ოცნებობს ფულზე, მატერიალურ შენაძენზე, მაგრამ შემეცნებაზე არ ფიქრობს, რადგან შემეცნება არ არის მატერიალური. მას ვერც იყიდით და ვერც გაყიდით, იგი უსარგებლოა. ბიზნესმენი უტილიტარული პიროვნებაა. მისთვის პოეზია, სარწმუნოება და ღმერთი უაზრობაა, ვინაიდან მათი გადაქცევა ყიდვა-გაყიდვის ობიექტად შეუძლებელია. ამ ტიპის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფული. მას შეუძლია გაყიდოს, დაკარგოს საკუთარი თავი, დაანგრიოს და მოისპოს თავისი ცხოვრება, ოღონდ კი ფული დააგროვოს. ეს პირველი დამახასიათებელი თვისებაა ასეთი ტიპის ადამიანისა. ერთხელ ორი ბიზნესმენი ბაზარში ერთმანეთს შეხვდა, სადაც გაცხარებული ვაჭრობა მიმდინარეობდა. ერთმა მეორეს უთხრა: გაიგე ვაჭარი შეიხი, ფანკდუინი ამ დილით მომკვდარა. მეორემ მიუგო: როგორ? ვაჭრობის ამ გახურებული სეზონის დროს? ბიზნესმენისთვის არაფერს აქვს აზრი ფულის გარდა, არც სიცოცხლეს, არც სიკვდილს. იგი გაფასებთ იმით, თუ რამდენი შემოსავალი გაქვთ და არა იმით, თუ ვინ ბრძანდებით. თუ ბევრი ფული გაგაჩნიათ, გამოჩენილი პიროვნება ხართ მის თვალში. თუ პირიქითაა, მაშინ არა რაობა. ბიზნესმენი თუ პატივს გცემთ, ეს არის თქვენი ქონების პატივისცემა და არა პირადად თქვენი. ხოლო ქონება რომ დაკარგოთ, მაშინ ზედაც აღარ შემოგხედავთ.
ერთხელ ერთი მდიდარი გაკოტრდა და დამწუხრებულმა ცოლს უთხრა: ჯეროდა რომ ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ ნახევარმა უკვე მიმატოვა. ნახევარმა კი ჯერ არ იცის რომ გავკოტრდი. თქვენ ვერ იმეგობრებთ ბიზნესმენთან, რამე თუ ის ფულის გამო ამყარებს თქვენთან ურთიერთობას. ხოლო როცა კოტრდებით, თქვენი მეგობრობაც ქრება. ბიზნესმენისთვის ვერ იქნებით ახლობელი, ცოლი ან ქმარი, შვილი ან მამა, ვინაიდან იგი მხოლოდ ფულს ეთაყვანება და სხვა დანარჩენს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი შვილი თუ ფულს უშოვის, უფრო დაფასდება თქვენს თვალში. არ გსიამოვნებთ ღარიბი მშობლები. ხალხი მდიდრებს დიდ პატივს ცემს და არ გინდათ ხალხმა შეიტყოს, რომ ღარიბ ოჯახში აღიზარდეთ. ეს ყოველდღიური ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა. საკუთარ მამასაც კი ადამიანად მაშინ მიიჩნევთ, თუ ის მდიდარია. რამე თუ მხოლოდ ფულის დანახვა შეგიძლიათ. ბიზნესმენს არ შეუძლია სიყვარული, ვინაიდან ეს გრძნობა ყველაზე ანტიმატერიალურია ქვეყნად. სიყვარული არსს უკავშირდება, იგი თანაგრძნობაა. სიყვარული გაცემაა იმისა, რაც გაგაჩნიათ და საკუთარი თავის მიძღვნაა. ბიზნესმენი ყოველთვის ფიქრობს, რომ შეყვარებულები ცოტა შეშლილები არიან, რომ მათ საღიაზრი დაკარგეს და სისულელეებს ჩადიან. რატომ კარგავთ დროს? დრო ხომ ფულია? აი რას ამბობს ბიზნესმენი. თურმე ერთმა ბიზნესმენმა ასობით საათი შეიძინა და მთელი სახლი საათებით გაავსო. ვიღაცამ კითხა, რას აკეთებთ? მან მიუგო. გამიგონია, რომ დრო ფულია. რაც უფრო მეტი დრო მექნება, მით უკეთესია. ბიზნესმენი ინტერესდება ნივთებით და არა პიროვნებებით და მისი გონება ორიენტირებულია ფულზე. იგი არასოდეს ისვენებს და არც აძლევს საკუთარ თავს დასვენების უფლებას. გრძნობიარე ადამიანისგან განსხვავებით. ბიზნესმენი არასოდეს კმაყოფილდება, ფული ვერ ავსებს მის სულს და იგი ცარიელი რჩება. თქვენ განუწყვეტლივ იძენთ საგნებს და ფულს აგროვებთ, მაგრამ შინაგანად ცარიელი ხართ. ფული თქვენთანაა, საკუთარი თავი კი დაკარგეთ. და მთელი თქვენი ძალისხმევა ხმარდება ამ ფაქტის მიჩქმალვას. რამე თუ მისი დანახვა ძალიან მტკივნეულია. ბიზნესმენს სურს ფულმა დაავიწყოს საკუთარი თავი მთლიანად და ფული მისთვის საწამლავია. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ყველაფერი არარაობა და წყალზე შესრულებული წარწერაა. მოდის სიკვდილი და გრძნობთ, რომ მთელი ძალისხმევა ტყუილად დაკარგეთ. სიკვდილი უარყოფს ბიზნესმენს. უნდა გითხრათ, რომ კვდებიან მხოლოდ ბიზნესმენები, მაგრამ ისინი ადამიანთა 99% შეადგენენ. თუ სიკვდილი ბიზნესმენს ართმევს დაგროვილ სიმდიდრეს, იგი თქვენს სიყვარულს, ლოცვას, მედიტაციასა და ღვთისადმი რწმენას ვერ გააქრობს. ბიზნესმენი ღვთის სახელით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, თუ ამით ბიზნესის გაკეთება შეიძლება. ერთხელ საშინელ ქარიშხალში თვითმფრინავმა სწორი მიმართულება დაკარგა, რადგან ძლიერი ნისლი იყო. მგზავრები ძალიან შეშინდნენ და აღელდნენ. ერთი მგზავრის გამოკლებით, რომელიც ქადაგებელი იყო. პილოტიც ნერვიულობდა, რადგან ყოველ წამს სიკვდილი იყო მოსალოდნელი. ქადაგებელმა ყველას თხოვა დაეჩოქა და ელოცათ, რაც ყველამ შეასრულა, ერთი მგზავრის გარდა. ქადაგებელმა მას კითხა, შენ რატომ არ ლოცულობო? გზავრმა უპასუხა, მაპატიეო, მამაო, არ ვიცი როგორ ვილოცო. მე არასოდეს მილოცია, ბიზნესმენი ვარ. იმის დრო არ იყო მისთვის ლოცვა ესწავლებინათ და მქადაგებელმა უთხრა, კარგი,
ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ისე მოიქეცით, როგორც ჩვეულებრივ იქცევით ხოლმე ეკლესიაში. ბიზნესმენმა ჩამოუარა მგზავრებს და ფული შეკრიბა. ამ კატეგორიის ადამიანმა სიკვდილის მოახლოების დროსაც კი ეკლესიაში ქცევის მხოლოდ ერთი წესი იცის: ფულის მოგროვება. ფული ბოლო მომენტამდე ფოკუსში რჩება. მეორე რაც უნდა დაიმახსოვროთ ის არის, რომ ამიგავში იესო ამბობს, რომ ღვთისმოწვევა ყოველთვის შესაძლებელია. ღმერთი ბევრჯერ მოდის და გიკაკუნებთ კარზე. ან მისი მოციქული გეპატიჟებათ სადილზეც. მაგრამ თქვენ ყოველთვის ბევრი საქმე გაქვთ. ვერ იცლით და მისვლა არ შეგიძლიათ. თქვენ ბოდიშს იხდით. დაფიქრდით. თქვენთან რომ მოვიდეს მოციქული და ღმერთთან მიგვიწვიეო, წახვალთ. ბევრი საქმე დაგრჩებათ დასამთავრებელი, რადგან თქვენ საქმეებს ბოლო არ აქვს. თქვენ იტყვით, მე მოვდიოდი, მე მინდოდა მოსვლა, მაგრამ არ ხართ გულწრფელნი. რატომ არ ღებულობთ მიწვევას? იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. საქმიანი ურთიერთობები, ქორწილი, მიწის ნაკვეთის შეძენა და ასე შემდეგ. ღმერთი ყოველთვის ბოლო ადგილზეა ბიზნესმენის სიაში. და სანამ ბიზნესმენი ღმერთისთვის მოიცლის, სიკვდილიც მოდის. საქმიანი ადამიანისთვის ღმერთი ყველაზე უსარგებლო მოვლენაა. ჩემთან მოდიან და მეკითხებიან, რა საჭიროა მედიტაციები, რას მივაღწევთ ამით? თუ პასუხობ რომ არაფერს, ხალხი უბრალოდ ვერ იგებს, რატომ მოდიან ადამიანები ჩემთან. არაფრის სასწავლებლად თუ არაფრის მისაღწევად. ბიზნესმენს რაღაც ხილული და ხელშესახები სჭირდება. იგი თუ მედიტაციებს ატარებს და სხეულს ავადმყოფობებისგან კურნავს, ესეც კარგია, მაგრამ თუ ეუბნებით, რომ შედეგი არაფერია, ან შედეგი ღმერთია, რაც მისთვის ერთი და იგივეა, იგი გაურბის მედიტაციებს. ღმერთი არაფერია. ეს რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ იმავე საზომით სარგებლობთ, რითაც ყველა ამ ქვეყნიური. რა არის ღმერთი? მას ადამიანთა რომელიმე კატეგორიას ვერ მიაკუთვნებთ. რომელ ეტიკეტს მიაკრავთ, რა ფასს დაადებთ, ის არაფერია, არ ეკუთვნის ამ სამყაროს. ღმერთი არ არის სარგებელი, ის ექსტაზია. ექსტაზის გამოყენება არ შეიძლება. შეგიძლიათ მხოლოდ დატკბეთ. რა განსხვავებაა ტკბობასა და გამოყენებას შორის? უყურებთ ბუნებას, მზის ჩასვლას და ტკბებით, მაგრამ ამ ყველაფერს ფასს ვერ დაადებთ და ვერ გაყიდით. როცა ლამაზ ყვავილებს უყურებთ, ისინიც გატკბობთ, მაგრამ ბიზნესმენი დაკრებს ამ ყვავილებს და გაყიდის. ღმერთს ვერ მოწყვეტთ. ყვავილივით და ბაზარზე ვერ გაიტანთ. თქვენ კი ცდილობთ ასე მოიქცეთ. აი რატომ არსებობს ამდენი ტაძარი და მეჩეთი, გურუდვარა და ეკლესია. ბიზნესმენს სურს ღვთის გაყიდვა და მოგების მოპოვება. ეს დიდი ბიზნესია. ქურუმი კი ბიზნესმენია, რომელიც მორწმუნე კაცის სახეს ატარებს. სინამდვილეში კი არ არის მორწმუნე. აი რატომ ეწინააღმდეგება იგი ყოველთვის იესოს, ბუდას, ნანაკის და კაბირს, იმიტომ რომ ისინი ბიზნესს ანადგურებენ. ბიზნესმენს არ აინტერესებს არც ღმერთი, არც პოეზია, არც ლოცვა, არც სიყვარული, არც სილამაზე და არც სიკეთე. მისთვის უცხოა ექსტაზი. უბრალოდ ტკბობა მისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ყველაფერში სარგებელს ეძებს. ერთხელ 1 მილიონერი ველურთა, რომელიღაც ტომს ეწვია.
მატარებლიდან რომ გადმოვიდა, მაშინვე ბაქანზე მწოლი ველურები შენიშნა. იგი ერთ-ერთს მიუახლოვდა, რომელიც სუფთა ჰაერზე ისვენებდა მწოლიარე და კითხა: „ეი, ბელადო, აქ რას აკეთებ? დროა წახვიდე და რაიმე იშოვო." ველურთა ბელადმა ზანტად გაახილა თვალი და კითხა: „რატომ?" შეუძლებელია ბიზნესმენმა ეს რატომ გაიგოს. მან უთხრა: „რატომ? ფული რომ იშოვო." ველურმა გაიცინა და ისევ ჰკითხა: „რატომ?" ამან უკვე გააღიზიანა მილიონერი. „რატომ? რათა გქონდეს შენი საბანკო ანგარიში, რათა კარგად დაისვენო მუშაობის შემდეგ." ველურთა ბელადმა თვალები დახუჭა და უთხრა: „მე ახლაც მშვენივრად ვისვენებ." ახლა დასვენება შეუძლებელია. ბიზნესმენი დასვენებას სამომავლოდ გადადებს. აქ იმუშავე, ახლა იმუშავე. გახსენი ბანკის ანგარიში, შემდეგ კი განისვენე. დასვენება და ტკბობა შემდეგ. მაგრამ ეს დრო არასოდეს დგება და ვერც დადგება. ბიზნესმენმა შეიძლება დაისვენოს ერთი საქმისგან, მაგრამ მაშინვე ან მანამდეც კი სხვა საქმეს აქ არ აღჭინებს, რადგან არ შეუძლია დასვენება. იგი ყოველთვის მომავალზე ფიქრობს. გახსოვდეთ, მორწმუნე აქ და ახლა განიცდის ტკბობას. ზეცა რელიგიური ადამიანისთვის სადღაც იქ, ცაში, მომავალში კი არ არის. არა. ასე ბიზნესმენი უყურებს ზეცას. მორწმუნესთვის ზეცა აქ არის და ახლა, პირდაპირ ამ წუთში. იგი ტკბება ამით. მისთვის მხოლოდ აწმყო არსებობს და მომავალი გზას აცდენს. ერთხელ 4 ჯენტლმენი სამოთხეში მოხვდა. არ ვიცი როგორ მოახერხეს ეს. ალბათ კონტრაბანდის საშუალებით. სწორად მაშინ გარდაიცვალა ერთი წმინდანი, რომელიც ამ ბიზნესმენებს იცნობდა. როცა იგი სამოთხეში შევიდა და ისინი იქ დაინახა, ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან ბიზნესმენებს ბორკილები ედოთ. წმინდანი თვალებს არ უჯერებდა. მან მეკარეს ჰკითხა: „რაშია საქმე?" მსმენია თითქოს სამოთხეში სრული თავისუფლებაა. ეს ადამიანები კი რატომ აქციეთ პატიმრებად და ბორკილი რატომ დაადეთ? მეკარემ გაიცინა და მიუგო. ამ 4 ბიზნესმენს უკან სურს დაბრუნება. ეს კი არ არის კარგი. ისინი როგორღაც მოხვდნენ აქ. ახლა თუ უკან დაბრუნების საშუალებას მიუცემთ, 64-ის პრესტიჟი დაეცემა. მათ იმიტომ სურთ აქედან წასვლა, რომ აქ ბიზნესს ვერ დაატრიალებენ. ბიზნესმენი ბიზნესმენად რჩება, რადგან ადამიანთა ესა თუ ის ტიპი ადვილად ვერ იცვლება. იქამდე სანამ არ შეიგნებთ გადავადების, მომავლის, ფულისა და დაგროვების მთელ უაზრობას, ვიდრე არ გახდები ისეთი შეგნებული, რომ თავად ამ შეგნებამ დაწვას თქვენი ტიპი, არაფერი შეიცვლება. ხოლო თუ ბიზნესმენი არ ახართ, მაშინ რელიგიური ყოფილხართ. ღმერთი ყოველ დღე გეპატიჟებათ თავისთან. იგი ყოველ წუთს გიკაკუნებთ კარზე, მაგრამ თქვენ ეუბნებით: „მაპატიეთ, ბევრი საქმე მაქვს. როცა ყველა საქმეს მორჩები, მაშინ მოვალ." ტკბობა, ბედნიერება, ნეტარება, სიმშვიდე, ეს ყველაფერი უცხოა ბიზნესმენისთვის. მან ბევრი რამ უნდა გააკეთოს, ვიდრე დაისვენებს. ამიტომ ამბობს იგი უარს მიპატიჟებაზე. ახლა შეეცადეთ ჩასწუდეთ ამ მშვენიერი იგავის აზრს. იესომ თქვა:
ერთმა კაცმა ხალხი დაპატიჟა სადილად და მსახური გაგზავნა მათ მოსაწვევად. მსახური მივიდა პირველთან და უთხრა: ჩემი ბატონი გიწევს. მან კი საქმეები მოიმიზეზა. ვაჭართან მოსარიგებელი ვარო და ბოდიში მოუხადა მოუსვლელობისთვის. სადილი ცხოვრებით ტკბობის სიმბოლოა. ქრისტესთვის კი სადილი მედიტაციური ფენომენია. მას ყოველთვის უყვარდა, როცა მოწაფეებთან და მეგობრებთან სადილობდა. იმ ბოლო საღამოსაც კი, როცა მეორე დღეს სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მოაწყო გამოსამშვიდობებელი ვახშამი. საიდუმლო სერობა. ის ტკბებოდა ერთობლივი ტრაპეზით. ქრისტიანობა მთელი ეს მოვლენა რელიგიურ სიმაღლეზე აიყვანა. ინდუისტები ამ საკითხში სრულად დაუდევარნი არიან. შეეცადეთ ამის გაგებას. ძაღლი პურის ნატეხს თუ მოიგდებს დაუყოვნებლივ გარბისადმე კუთხეში და მარტო ჭამს, რადგან ეშინია სხვა ძაღლმა არ წაართვას პურის ნატეხი. არც ერთი ცხოველი არ უყოფს ლუკმას მეორე ცხოველს. ულუფის სხვისთვის განაწილება ადამიანური თვისებაა. ხოლო თუ შეეცდებით ქვეცნობიერში შეღწევას, იქ ყოველთვის იპოვით მიძინებულ ცხოველს. თქვენც არ გიყვართ სხვებთან ერთად ჭამა, თქვენც მარტოს მოგწონთ სადილობა. შეხედეთ ბრამის, რომელიც მატარებლით მგზავრობს, როცა საჭმელს შეექცევა, ყოველთვის ზურგს აქცევს ყველას. მაჰმადიანი და ქრისტიანი სხვას გაუყოფენ ლუკმას, მაგრამ ეს არ ითქმის ინდუისტზე. ინდუისტებმა დიდებული რამ დაკარგეს: ერთიანობის გრძნობა და განაწილების უნარი. სხვას, თქვენს ლუკმას რომ მიაწვდით, თქვენ დაძმობილდებით. როგორ იქცევით ვიღაცისთვის ძმად? თქვენ ერთ ძუძუს ინაწილებთ. ერთი დედისგან საზრდოობთ, რადგან დედა პირველი საკვებია. როდესაც ვინმეს ლუკმას უნაწილებთ, თქვენს შორის წარმოიშობა ერთიანობის გრძნობა. ინდუისტებს აქვთ საზოგადოება, მაგრამ არ გააჩნიათ ერთიანობის გრძნობა. მაჰმადიანები და ქრისტიანები უფრო მეტად კეთილგანწყობილნი არიან. მათ შეუძლიათ თავისი ლუკმა სხვას გაუნაწილონ. საკვები კი უმთავრესია ცხოვრებაში. მის გარეშე დაიღუპებით. უწილადო სხვა საკვები, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე უწილადო. იესომ ეს ლოცვის სტატუსამდე აიყვანა. თქვენ უნდა სადილობდეთ არა მარტონი, არამედ სადილზეც ერთად უნდა იყოთ. ამით ხდება ცხოველურის გადალახვა თქვენში. ბოლო საღამოს, როცა იესოს უნდა დაეტოვებინა მოწაფეები და მეგობრები, მან ისინი ვახშამზე შეკრიბა. რამე თუ სიკვდილის წინ სურდა სხვებისთვის თავისი ლუკმა გაეღო. ამას გარდა საკვების სიყვარულის სიმბოლოა. დაკვირვები ხართ, რატომ გიყვართ დედა თქვენი? რატომაა დედა შვილს შორის ამხელა სიყვარული? იმიტომ რომ დედა პირველი საკვებია ბავშვისთვის. ბავშვი შეიცნობს დედას არა როგორც სიყვარულის, არამედ როგორც საკვების წყაროს. მოგვიანებით, როცა მისი შეგნება იზრდება, ის უფრო და უფრო იგრძნობს დედისადმი სიყვარულს. ჯერ საკვებია, შემდეგ სიყვარული და საჭმელით სიყვარულთან ასოცირდება, ვინაიდან ისინი ერთი სათავიდან მოდიან. აი რატომა, თუ რომელიმე ოჯახში მიხვედით და იქ არ შემოგთავაზებენ საჭმელს, თავს უხერხულად იგრძნობთ. ისინი განზექცევენ თქვენ, არ გაძლევენ თავის სიყვარულს და არ გმასპინძლობენ. თუ გთავაზობენ საჭმელს, შესაძლოა ისინი ღარიბები იყვნენ, მცირედის მქონენი, მაგრამ თუ იმას გთავაზობენ, რაც გააჩნიათ, გრძნობთ, რომ ყველაფერი რიგზეა. რამე თუ კარგად მიგიღეს, გიწილადეს საჭმელი. საჭმელი კი სიყვარულია.
როცა ქალს მამაკაცი უყვარს, სიამოვნებს მისთვის სადილის მომზადება. მოსწონს, როცა ხედავს თუ როგორ შეექცევა საჭმელს ეს მამაკაცი. და თუ ქალს არ აძლევენ ამის საშუალებას, იგი მოუსვენრად გრძნობს თავს. საჭმელს, რომელიც შეყვარებულმა ქალმა მოამზადა, სხვა თვისებები გააჩნია, რის ანალიზსაც ქიმიკოსები ვერასოდეს გააკეთებენ. ქალი თუ გაბრაზებულია თქვენზე, თუ ვერ გიტანთ და სადილს გიმზადებთ, საჭმელი თითქმის მოწამლული იქნება, რადგან მრისხანებას, სიძულვას, ეჭვიანობას, სისხლში შხამი აქვს. მათ გააჩნიათ გამოსხივება და ხელების საშუალებით საჭმელში ხვდება. ქალმა შეიძლება მოკლათ კიდეც ისე, რომ თვითონაც არ უწყოდეს და ვერანაირი სასამართლო ვერ დაადანაშაულებს მას. მაგრამ თუ ქალს უყვარხართ, იგი საჭმლის საშუალებით გადმოგცემთ სიყვარულს და გიახლოვდებათ. საკვები ყველაზე მთავარია. იგი სხვას უნდა გაუნაწილოთ და ასე გასცდებით ცხოველურ საფეხურს ადამიანად რომ იქცეთ. ინდუისტების საზოგადოება ერთ-ერთი უძველესია, მაგრამ ერთ-ერთი არაჰუმანურია. იმის გამო, რომ ისინი არასოდეს ცნობდნენ ლუკმაპურის გაყოფის წესს. პირიქით, მათ შექმნეს უამრავი წინააღმდეგობა, რათა არაფერი არ გაყონ. ბრამინს არ შეუძლია შუდრასთან, ვაიშნავთან და საერთოდ უფრო დაბალი კასტის წარმომადგენლებთან სადილობა. ხოლო თუ არ შეგიძლიათ სხვებთან ერთად ჭამა, უარყოფთ იმ სხვას, როგორც ადამიანს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარ თავზე ერთობ დიდი წარმოდგენა გაქვთ და სხვას უღირსად თვლით. აქაც არის გაყოფა, მაგრამ ეს ყველაზე არაჰუმანური გაყოფაა. იესომ თავისი რელიგია დააფუძნა სხვისთვის გაყოფის უნარსა და აუცილებლობაზე. იგი ხშირად ლაპარაკობს ღმერთზე, რომელიც სადილად გეპატიჟებათ. სადილი ტკბობა, პირდაპირი ტკბობა, ტკბობა ყოფიერებითა და სხეულით, საჭმლით ნეტარება და ყველასთვის დავიწყება. ეს არის ღვთისადმი მადლიერება. ერთმა კაცმა ხალხი დაპატიჟა სადილად და მსახური გაგზავნა მათ მოსაწვევად. მსახური მივიდა პირველთან და უთხრა: ჩემი ბატონი გიწევს, მან კი საქმეები მოიმიზეზა. ვაჭართან მოსაგვარებელი ვარო და ბოდიში მოუხადა მიუსვლელობისთვის. მსახურმა ახლა მეორე დაპატიჟა, რომელმაც მიუგოს სახლს ყიდულობდა არ მცალიაო. ბიზნესმენს საქმიან ადამიანს არ აქვს დრო იმისთვის, რომ დატკბეს, მედიტაციები ჩაატაროს, ვინმე შეიყვაროს. იგი ყოველთვის ჩქარობს, ამბიციებით შეპყრობილს ისეთი ციებ-ცხელება აქვს, რომ აღარაფრისთვის რჩება დრო. თუ ამბიციურნი ხართ, არ გექნებათ დრო. თუ ამბიციებისგან შორს დგახართ, თქვენს განკარგულებაშია მარადისობა. ასეთ ადამიანს აქვს უამრავი დრო, რათა დატკბეს, იცეკოს და იმღეროს. თქვენ ვერ ჩასწვდებით ამას. ამბიციურ პიროვნებას სიყვარულისთვისაც კი არ აქვს დრო, რადგან ყოველთვის არსებობს მომავალი, საბანკო ანგარიში, ფული, რომლის მიღებაც შეუძლია, თუ კი ამ დროს გამოიყენებს. ბიზნესმენი სიზმარშიც კი აღებ მიცემაზე ოცნებობს. მსახურმა ახლა მეორე დაპატიჟა, რომელმაც მიუგო. სახლის ყიდვას ვაპირებ და არ მცალიაო. როცა მსახურმა მესამე კაცი დაპატიჟა, ასეთი პასუხი მიიღო: ჩემი მეგობარი ცოლს ირთავს და მის გვერდით უნდა ვიდგე. არ მცალია და ბოდიშს ვიხდიო. ხოლო მეოთხე მსახურმა უპასუხა: ფერმა ვიყიდე და ახლა რენტა უნდა მოვაგროვო. მოუსვლელობისთვის ბოდიშს გიხდიო. ყველა მათგანი დაკავებულია და დრო არ აქვთ. თუ თქვენ არ გაქვთ მოცლა, თქვენც ბიზნესმენი ყოფილხართ. იქნებ შეძლოთ ცოტაოდენი დრო დახარჯოთ მედიტაციებზე. უბრალოდ იყოთ აქ და ახლა.
იმღეროთ და იცეკვოთ, ან არაფერი გააკეთოთ. უბრალოდ იწვეთ ხის ქვეშ და დატკბეთ ყოფიერებით. ეს სისულელეა? მაშინ თქვენ ბიზნესმენი ხართ და არა რელიგიური. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია უბრალოდ ყოველნაირი საქმის გარეშე ყოფნა, როცა არაფერს აკეთებთ და ამაში ყველაზე დიდი აზრია ჩადებული, მაშინ თქვენ რელიგიური ხართ. გახსოვდეთ, გონებას საქმე სჭირდება სხვაგვარად იგივერი არსებებს. ერთმა კაცმა გენიოსის აჩრდილი გააცოცხლა. გენიოსმა უთხრა: სიცოცხლეზე ერთი პირობით ვარ თანახმა. ჭირდება მუდმივი სამუშაო. თუ ამას შემომთავაზებ, მე შენი მსახური ვიქნები. მაგრამ თუ ასეთ სამუშაოს ვერ გამიჩენ, მაშინვე მოგკლავ. ეს კაცი ბიზნესმენი იყო. მან მიუგო. ეს ის არის, რაც მე მინდა. ასობით მსახური მყავს და ყველა ზარმაცია. არავის სურს მუშაობა. იმდენ საქმეს მოგცემ, რომ თავგზა აგებნეს. მან არ იცოდა, რას ამბობდა. ბედნიერმა უამბო გენიოს წლების განმავლობაში დააგროვილ უამრავ და უკმაყოფილებელ სურვილზე, რაც გენიოსმა ერთ წუთში შეასრულა. შემდეგ კი სხვა საქმე მოითხოვა. ახალ საქმეს სხვა ახალი საქმე მოყვა და დილისთვის ბიზნესმენი უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. იგი სუფიელბერთან მივიდა და კითხა, რა ვქნა? ეს გენიოსი მომკლავს. მან ყველაფერი უკვე გააკეთა, რისი გაფიქრებაც კი შეუძლია. სუფიელი მათემატიკოსი იყო, მან ურჩია. წადი და ამოცანა მიეცი წრის კვადრატურის შესახებ. ბიზნესმენი გარდაიცვალა დიდი ხნის წინ. გენიოსი კი ჯერ კიდევ ამ ამოცანას ხსნის. ბიზნესმენს შიგნით ასეთი გენიოსი ყავს და არ შეუძლია არა მარტო წრის კვადრატურის ამოხსნა, არამედ სურვილის კვადრატურისაც. ასეთია ტვინის პირობა. მომეცი სამუშაო და ნუ დამტოვებ ცარიელს. ის თქვენ არ მოგკლავთ, მაგრამ თუ სამუშაოს არ მისცემთ, მოკლავს თქვენს ეგოს. ტვინის მუშაობის დროს თავს კარგად გრძნობთ. თქვენი ეგო კმაყოფილია, რაღაცას წარმოადგენთ. თუ არაფერს აკეთებთ, არარაობის შეგრძნება გეუფლებათ. რამდენიმე ხნის წინაც წავიკითხე ჰარი კრიშნას სამყარო. ამ წიგნის ავტორი წერს რადჰარ კრიშნაზე, ინდოეთის ყოფილ პრეზიდენტზე, როგორც მიცვალებულზე, რადგან როცა პოლიტიკოსი თამაშიდან გადის, იგი უკვე მიცვალებულია. ავტორმა შეიძლება არც კი იცოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ცოცხალია, რადგან გაზეთები უცეფი ვიწყებენ ადამიანს, რომელიც აღარ არის დაწესებულებაში. სად არის ნიქსონი, გისი? დავიწყებულები არიან. მხოლოდ მაშინ, როცა კვდებიან, გაზეთებში გამოჩნდება ხოლმე რამდენიმე სტრიქონიანი ნეკროლოგი. აი რატომ ებღაუჭება თითოეული თავის სამუშაოს. არავის სურს პენსიაზე გასვლა. ვინაიდან სად არის პენსიონერის იდენტურობა? თქვენ იყავით ვიღაც, ახლა არარაობა გახდით. ტვინი გიდებთ პირობას. თუ მომცემ სამუშაოს, შეგიქმნი ეგოს. შენ იქნები ვინმე. თუ შეწყვეტ სამუშაოს მოწოდებას, შენ გახდები არავინ. გახსოვდეს, თუ მე ცარიელი ვარ, შენც ცარიელი იქნები. შენ ჩემთან ერთად არსებობ. ბიზნესმენი გონების მიმდევარია. იგი ასაქმებს თავის გონებას. მისი ეგო ძლიერდება, მაგრამ იკარგება შინაგანი სული. ეს თვითმკვლელობაა, მაგრამ ძალიან ფაქიზი. თუ შეგიძლიათ სამუშაოს გარეშე არსებობა და მაინც ღმერთს მადლობას სწირავთ. თუ შეგიძლიათ არავინ არ იყოთ და მაინც ყოფიერების მადლიერი ხართ, თქვენ რელიგიური ბრძანდებით.
თქვენი ღირებულება ის კი არ არის, რას აკეთებთ. თქვენი საქმიანობიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ თქვენივე ყოფიერებიდან მოდის. მაშინ თქვენი შენაძენი ბანკში კი არ ინახება, თვითონ თქვენშია და მართლაც ფასეული ხართ. კაცობრიობა ვერ ამჩნევს ასეთ ადამიანებს. მისი ყურადღება ბიზნესმენებისკენ არის მიპყრობილი. შეიძლება ქუჩაში გაიაროთ და არავინ მოგესალმოთ, არავინ შემოგხედოთ. ასეთი რამ შესაძლებელია. ამ ქვეყნად მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ასრულებთ. თუ არ გაქვთ სამუშაო, აქაურობისთვის აღარ არსებობთ. თქვენ იქეცით არარაობად. მაგრამ თუ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ბედნიერად იგრძნოთ თავი, თქვენ შეხვალთ ღვთის სამყაროში. შეძლებთ მთელი სილამაზით დატკბობასა და ექსტაზის განცდას. ყველაფერი გაღებულია და გიწევთ თქვენ. თქვენ ყოველთვის გიწევენ, მაგრამ არასოდეს დრო არ გაქვთ. ყოველთვის დაკავებულები ხართ და პატიებას ითხოვთ. მრავალი ცხოვრების განმავლობაში იძახდით, გთხოვთ, მაპატიოთ, რომ ვერ მოვალ. მეგობრის ქორწილში მელოდებიან ან ვაჭარს უნდა მოურიგდე. რაზე ლაპარაკობთ? ცხოვრება გიწევთ, რათა ექსტაზური იყოთ, თქვენ კი უარს ამბობთ მიწვევაზე. მერე კი ამბობთ, რომ იტანჯებით ან უარყოფილი ხართ. არ კითხულობთ, რატომ არის ცხოვრებაში ამდენი ტკივილი. თქვენ უკუაგდებთ ყველა მიწვევას. ბედნიერნი რომ იყოთ. მსახური დაბრუნდა ბატონთან და მოახსენა. ვინც კი მოიპატიშე, სადილად ყველამ რაღაც მოიმიზეზა და მოუსვლელობისთვის ბოდიში მოგიხადოთ. ბატონმა უბრძანა მსახურს. გადი გზაზე და ვინც შეგხვდება, ყველა აქ მომიყვანე, რათა სუფრას მიუსხდნენ და ისადილონ. საჭიროა გაიგოთ და ჩასწუდეთ ამას. ჯერ პატივცემული პიროვნებები მოიწვიეს. ის ხალხი რაღაცას რო წარმოადგენენ, ის პიროვნებები ეგოსთან იდენტურობას რომ მიაღწიეს. ამ განსაკუთრებულად პატივცემულმა პიროვნებებმა მოსვლაზე მოიბოდიშეს, რადგან ძალიან დაკავებულნი იყვნენ. მაშინ მოწვევა დაეგზავნათ მდაბიოებს, ჰიპებს, იმათ, ვინც უბრალოდ გზაზეა. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ძალიან რესპექტაბელურნი არიან, კარგავენ ღვთაებრიოს. მდაბიონი მოიპოვებენ, იმპერატორები კი კარგავენ. მდაბიონი ხომ ყოველთვის გზაზე არიან. მათ ღმერთი იწვევს და ისინიც მზად არიან. არასოდეს გეტყვიან მაპატიეთ. მათ არა აქვთ საქმე საბოდიშოთ. ისინი უბრალოდ გელოდებიან, ეძახით და მოდიან. ისინი პირდაპირ გზაზე არიან, ამიტომაც ამბობს ბატონი. გადი გზაზე და ვინც შეგხვდება, ყველა აქ მოიყვანე. გზაზე ვერ იპოვით რესპექტაბელურ ადამიანებს, პრეზიდენტს ან მილიონერს. იქ შეგხვდებათ გზაბნეული მოხეტიალეები, საქმე რომ არ აქვთ. ამ ნათქვამში ღრმა აზრია ჩადებული. ბუდამ დატოვა თავისი სასახლე და მდაბიო გახდა. მაჰავირმა დატოვა სამეფო და შიშველ დერვიშად იქცა. ისინი, ვინც რაღაცას წარმოადგენდნენ ეგოს სამყაროში, ყოველთვის თავს არიდებენ მოწვევას. ეგოსთვის მუდმივი მუშაობაა საჭირო. იგი ჭრილობას გავს. ამიტომ მისთვის მხოლოდ ტკივილია ნაცნობი და არა ნეტარება. იგი არ არის ყვავილი. ისინი კი, ვინც ყვავილებს გვანან და ტკბობას განიცდიან, თუნდაც რომ არ მიიღონ მოწვევა, აუცილებლად მოხვდებიან სადილზე.
ისინი უკვე შევიდნენ ყოფიერებაში და ტკბებიან ამ ყოფიერებით. მათ არ აქვთ საზრუნავი და არ ზიდავენ ტვირთს. ეს ადამიანები ყოველთვის გზაზე არიან. თუ გამოჩენილი პიროვნებები არ მოდიან, მაშინ ის მოვა, ვინც არაფერს წარმოადგენს. მათ ღმერთმა უნდა უწილადოს და მდაბიონი უფრო მეტად დასტკბებიან ღმერთით ვიდრე იმპერატორები. რადგან ისინი არაფერს საქმიანობენ, ცხოვრობენ მოცემულ მომენტში და მიწვევა სამომავლოდ არ გადადებენ. ბიზნესმენმა ერთ მათხოვარს ჩაუარა გვერდით, რომელმაც 2 თუ 3 ანი სთხოვა ჭიქა ჩაისთვის. ბიზნესმენი ჩქარობდა, როგორც ყოველთვის. მერე რომ გამოვივლი, მაშინ მოგცემ, ახლა მეჩქარება, უთხრა მან. დაბიო მიუგო, მე ხომ ბიზნესმენი არა ვარ, მე არ შემიძლია დაპირებებით ვიცხოვრო. ან ახლა მაძლევ ფულს, ან არა. ან ჰოს მეუბნები, ან არას. დაპირებებით ვერ ვიცხოვრებ, რადგან ჩემთვის მომავალი არ არსებობს. ბიზნესმენი დაპირებებით ცხოვრობს. მან თავისი აწმყო მომავალ ოცნებაზე გაყიდა. იესო ამბობს, მყიდველები და ვაჭრები ვერ შევლენ მამა ჩემის სამყოფელში. თუ ამბობთ, მომავალში, ოდესმე მომავალში, დაკარგავთ. თუ ამბობთ, მე მზად ვარ, არაფერი მაკავებს და თქვენს მოწვევას ველიო, მხოლოდ მაშინ შეგწევთ უნარი შეხვიდეთ სასუფეველში, ცათაშინა. ხშირად ფიქრობენ, რომ სანიასინები უარყოფენ ცხოვრებას, მაგრამ ეს არასწორია. მხოლოდ ბიზნესმენი უარყოფს ცხოვრებას, სანიასინი კი ტკბება ცხოვრებით. ეს უარყოფითად გამოიყურება მყიდველისა და ვაჭრის თვალში. მაგრამ სანიასინები არაფერს უარყოფენ, ისინი ცხოვრებით ტკბებიან ინტენსიურად. ეს არის და ეს. სანიასინი ისე ტოტალურად ტკბება იმ წუთში, რომც მოკვდეს ვერ იგრძნობს. ის თუ კვდება ბედნიერია. ბიზნესმენი კი მილიონი ცხოვრების განმავლობაშიც ვერ დაასრულებს თავის საქმეს. საქმეა თვითონ ისეთი, რომ ვერ დასრულდება. უპანაშიდების ერთ-ერთი ისტორია მოგვითხრობს, რომ 100 წლის წინ მეფე იაიატი კვდებოდა. მოვიდა სიკვდილი და იაიატმა მას მიმართა. იქნებ ჩემი ერთ-ერთი ვაჟიშვილი წაიყვანო ჩემს მაგივრად. მე ჯერ კიდევ არ მიცხოვრია ნამდვილი ცხოვრებით. სამეფოს საქმეებით ვიყავი დაკავებული. სრულიად დამავიწყდა, რომ ეს სხეული უნდა დავტოვო. მე არ მიცხოვრია. სისასტიკეა ჩემი აქედან წაყვანა, რადგან ხალხსა და სამეფოს ვემსახურებოდი და ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი ცხოვრებით. იყავი მოწყალე. სიკვდილმა მიუგო. კარგი, კითხე შენ შვილებს, იქნებ რომელიმე შეგენაცვლოს. მეფეს 100 შვილი ყავდა. უფროს ვაჟებს უკვე ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება. ეშმაკნი და ანგარიშიანები იყვნენ. და მხოლოდ ყველაზე უმცროსი 16 წლის ვაჟიშვილი დაეთანხმა იაიატის წინადადებას. მაგრამ სიკვდილსაც კი შეებრალა იგი, რადგან თუ 100 წლის მოხუცმა ჯერ კიდევ ვერ იცხოვრა, რას მოასწრებდა 16 წლის ყმაწვილი. სიკვდილმა მას უთხრა, შენ უცოდველი ხარ და არაფერი იცი, მაგრამ შენი 99 ძმა არაფერს ამბობს. ზოგიერთი მათგანი 70-75 წლისაა. სიკვდილი ხომ მალე უნდა მიუახლოვდეთ მათ, მაგრამ რატომ შენ? ყმაწვილმა მიუგო. თუ მამა ჩემი 100 წლის სიცოცხლით ვერ დატკბა, მაშ მე როგორ ვიქონიო ამის იმედი? ამას რა აზრი აქვს? ჩემთვის საკმარისია იმის გაგება, რომ თუ მამა ჩემმა 100 წლის განმავლობაში ცხოვრება ვერ მოახერხა, მეც ვერ მოვახერხებ 100 წელიწადს ცხოვრებას.
ცხოვრების რაღაც სხვა საშუალება უნდა იყოს. სიცოცხლის საშუალებით როგორც ჩანს არ ხერხდება ცხოვრება და მინდა ახლა სიკვდილის საშუალებით ვცადო იგი. სანიასინიც ამას ამბობს. თუ არ შემიძლია ვიცხოვრო ეგოს სიცოცხლის დახმარებით, ვიცოცხლებ ეგოს სიკვდილით. სიკვდილმა წაიყვანა მეფის ვაჟიშვილი და მეფემ კვლავ 100 წელიწადს იცხოვრა. მერე ისევ მოუვიდა სიკვდილი. მეფემ ისევ ვერ მოვახერხე სიცოცხლით დატკბობა და ახლა ჩემს სხვა შვილს გაგატანო. ასე მეორდებოდა ყოველ 100 წელიწადში ერთხელ, სანამ იაიატს 1000 წელი არ შეუსრულდა. მაშინ სიკვდილი კიდევ ესტუმრა და უთხრა, რას ფიქრობ? კიდევ შენი ერთ-ერთი ვაჟიშვილი უნდა წავიყვანო? იაიატმა უთხრა, არა, ახლა ნამდვილად ვიცი, რომ 1000 წელიც გამოუსადეგარია. ეს არის ჩემი გონების და არა დროის საკითხი. შევეჩვიე ყოფისა და არსებობის უაზრო გაფლანგვას, ასე რომ ეს ვეღარ მიშველის. უნდა გახსოვდეთ რა უანდერძა მომავალ თაობას აიატმა. თუ არა ხარ იქ და ახლა ვერ მოხვდებით სადილზე. ყოველთვის გიწევდნენ, მაგრამ არასოდეს იყავით სახლში. არასდროს იყავით იქ, რამე თუ სხვა ადგილას იმყოფებოდით. მერე კი ამბობთ, რომ იტანჯებით და ყველა უბედურად გეჩვენებათ. ისიც უბედური გონიათ, ვინც ხანგრძლივად იცხოვრა და ისიც, ვინც ვერ იცხოვრა დიდხანს. ერთხელ ერთი რესტორნის ფანჯარაზე ასეთი წარწერა წავიკითხე. ნუ დადგებით გარეთ და ნუ იქნებით ასეთი უბედური, შემოდით და ჭამეთ. ესე იგი, თუ დგახართ გარეთ, უბედურნი ხართ, მაგრამ თუ შეხვალთ რესტორანში და შეჭამთ, მაშინაც უბედურნი იქნებით. გონება, უბედურება, შიგნით თუ გარეთ ვერ გიშველით, ვერც 100 წელიწადი გიშველით და ვერც 1000, ვერც ერთი ცხოვრება შეგმატებთ ვერაფერს და ვერც უამრავი, სანამ არ შეიგნებთ, რომ ბარიერი თვით ბიზნესმენის გონებაა და როგორც კი უკუაგდებთ მას, მოდის სანიასა. იესო ამბობს, მყიდველები და ვაჭრები ვერ შევლენ მამა ჩემის სამყოფელში. სასუფევლის კარი ყოველთვის ღიაა. ვაჭრებმა და მყიდველებმა თვითონ დაკარგეს იქ შესვლის შესაძლებლობა. მოციქული ყოველთვის მოდის თქვენს მისაპატიჟებლად. იესო მოციქული იყო, მაგრამ იუდევლებმა უარყვეს იგი. ბუდა ხშირად დადიოდა ერთ სოფელზე. თითქმის 30-ჯერ მოუწია იქ გავლა. ამ სოფლის ერთი მცხოვრები ყოველთვის ოცნებობდა. ბუდასთვის მოესმინა, მაგრამ ან ცოლშვილი ყავდა ხოლმე ავად, ან სტუმრები, ან კიდევ მოუცლელი იყო და ვერ ახერხებდა ბუდასთან შეხვედრას. ერთხელ დილით, როცა თავისი სავაჭრო ფარდული გახსნა, გაიგონა, რომ ბუდა ამ დღეს მოკვდებოდა. მაშინ მიხვდა, რას კარგავდა იგი და საღამო ხანს ბუდასკენ გაეშურა. ბუდა განსასვენებლად ემზადებოდა. რამე ხომ არ გინდათ ბოლოს მკითხოთ, მიმართა მან თავის მოწაფეებს. მათ ქვითინით უთხრეს, შენ საკმაოდ ბევრი რამ გითხარი და იმასაც კი ვერ მიგიხვდით, ახლა არაფერი გვაქვს შესაკითხავი. ბუდა მას ჯერ გაიმეორა თავისი შეკითხვა, რადგან ჩვევად ჰქონდა ნათქვამის რამდენჯერმე გამეორება. მერე თქვა, თქვენ ისეთი სმენა დახშულნი ხართ, რომ ყოველთვის ყურს იქით უშვებთ. შემდეგ დაჯდა მშვიდად ხის ქვეშ, თვალები დახუჭა და დაიწყო სამყაროსთან შერწყმა. ამ დროს იმ კაცმა მოირბინა, ბუდას ნახვა რომ უნდოდა და ბუდა იკითხა. მოწაფეებმა უთხრეს, დაიგვიანე,
როდესაც ბუდა დადიოდა შენს სოფელზე, იოლად შეგეძლო მისი ნახვა. ის ყოველთვის კითხულობდა, მაგრამ შენ არასოდეს მისულ ხარ მასთან. ზოგჯერ გეპატიჟებოდით, მაგრამ შენ ხან ცოლშვილი ყავდა ავად. ხან ძალიან დასაქმებული იყავი, ხან სტუმრებს ელოდებოდი, ახლა კი დაიგვიანე. ეს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ისტორიაა თანაგრძნობის შესახებ. ბუდა გამოვიდა მედიტაციიდან და თქვა: შესაძლოა ეს კაცი შეცდა, მაგრამ ჩემს მოწვევას ძალა არ დაუკარგავს. მართალია, დაიგვიანა, მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ. მე ველოდი მას და სულ ვაგვიანებდი გაუჩინარებას. ვიმედოვნებდი, რომ მოვიდოდა. როგორც კი გაიგებდა, რომ კვდები. უკუაგდეთ ბიზნესმენის გონება, თორემ როგორც ადრე კარგავდით ბუდას, ასევე დაკარგავთ ახლაც. თქვენ ეჩვევით დაკარგვას. იესო მართალია, ღვთის სასუფეველში არ არის ადგილი გამყიდველებისა და ვაჭრებისთვის. ისინი საერთოდ არ ინტერესდებიან სასუფევლით. მათ აინტერესებთ ამ ქვეყნიური სამეფო. ისინი ხილულს უყურებენ, მათთვის მიპატიჟება სუსტად ჟღერს. ესმით, მაგრამ ბოდიშს იხდიან. თქვენ აირჩიეთ არაარსებითი და უარყავით არსებითი. თქვენ აირჩიეთ ის, რაც არაფასეულია. ის, რაც კვდება და უკვდავი უარყავით. თქვენ აირჩიეთ სხეული და უარყავით შინაგანი არსი. მთლიანად შეიგნეთ ეს. უყურეთ სიტუაციას და ნუ იფიქრებთ სხვაზე. უყურეთ საკუთარ თავს. 100 კაციდან 99 ხომ ბიზნესმენია. უფრო დასაჯერებელია, რომ თქვენც ბიზნესმენი ხართ. ნუ იფიქრებთ, რომ გამონაკლისი ბრძანდებით, რადგან სულაც არ ჩანხართ ასეთი. ეს გამონაკლისი უკვე შევიდა ცათა სასუფეველში და ღმერთთან სადილობს. 1974 წლის 8 სექტემბერი, პუნა, ინდოეთი. 19 დავის დასასრული.